მოკლედ მეგობრებო, ხა სწრაფად შემოვალ, იმიტომ რომ არ დამადებინეს პოსტი Facebook-ზე მიშლიან ქართლის ცხოვრებიდან, პირველი თავიდან, მით უმეტე გვერდამდე, ნახეთ, ეს ხურიესტანისებზე დაგიდებთ მე ინფორმაცია და წაშალეს. მეორეთაც დავდი, მეორეთაც წაშალეს. ეხლა ესე დაგიდებთ სად იყვნენ ხურიესტანები, რომლებზეც საუბარი არის იმაში, რა ქვია, ბიბლიაში. აი ნახეთ. ცხრითაში, ანუ ეხლა შეიძლება ეს ვიდეო დაბლოკოთ და წაშალონ, მაგრამ მე დავდებ და თქვენ გადაამოწმეთ ქართლის ცხოვრებაში პირველ თავში არის ესე იგი ესეთი ინფორმაცია, რომ აი ეს ხურიები, ხურიესტანისები, ხომ, ბიბლიაში როგორც არის მოხსენებული, იყვნენ მცხეთის ტერიტორიიდან, მცხეთაში ცხოვრობდნენ ესენი. ეს არის მტკიცებულება იმის, რასაც აქამდე ვსაუბრობდი. თქვენ შეიძლება ეს ვიდეო წაშალონ, გაავრცელეთ სიტყვიერად მაინც, რომ ხალხი მოვიდეს და ჩაიხედოს ეს წიგნი, შეუძლია ნებისმიერს აიღოს ბიბლიოთეკაში. სმის. ახლა გავაცოთ ეს ვილაპარაკე. ერთი სიტყვით ქართლის ცხოვრებაში ჩვენ ყველაფერი გვწერია შავი თეთრზე, რომ ყველაფერი იყო საქართველოში მოხდა. ეს ხურიესტანისები, რომლებიც წამოსული არიან მცხეთიდან და არიან ქართლოსის და ჰაოსის წარმომადგენლები და მანამდე იყვნენ, მოიცადე ვინ იყო, რა ქვია, ბაგრატი კი არა და არა ერქვა მაგას. აგეწერია რა, რომ ესენი იყვნენ თარგამოსის შთამომავლები. ესე იგი სომხები, ქართველები, კავკასიელები, ვაკნელები, ჰერები და მათი წარმოშობა კიდევ ანუ გრძელდება, ხვდებით? და გადადის უკვე ხურიესტანებზე. თქვენ ხო იცით ხურიესტანები რომ მოხსენიებული არის ბიბლიაში. ხო და მეგობრებო, ამას აღარ აქვს, აღარ უნდა მეტი, იმიტომ არ მადებინებენ Facebook-ზე იმას, შლიან ეგრევე. მაგ პოსტს ორჯერ დავდი და ორივეჯერ წაშალეს. ხურიესტანები იყვნენ მცხეთაში, რომლებიც ყავს ჩვენ მოხსენიებული ბიბლიაში. ამას უკვე წყალი აღარ გაუვა, რომ ყველაფერი მოხდა საქართველოში. და გადაამოწმეთ, წაიკითხეთ, ქართლის ცხოვრება წაიკითხეთ. ვერავინ ვეღარ მოგატყუებთ, სანამ ამასაც დაგვიხევენ და წაგვართმევენ ამ წიგნს, ხო? ხედავთ, პირველი ტომი არის, მეორე ტომი არის და მეოთხე ტომი არის და მესამე რო ვიკითხე, არ არსებობდა ესეთი რამე. ანუ ალოგიკურია ის, რომ მესამე ტომი, რომელიც გაქრა, რატო დაარქმევდნენ მეოთხე ტომს, თუ მესამე არ არსებობდა, ხო, დაარქმევდნენ მესამეს. მაგრამ არსებობდა და გაქრა. ამიტომ სანამ ეხლა ამ სამ ტომეულსაც წაგვართმევენ, ხო, პირველს, მეორეს და მეოთხეს, ჩაიხედეთ ქართლის ცხოვრებაში, რომ ვერავინ შემოგედაოთ. პირში უნდა ჩასჩაროთ ეს ინფორმაციები ყველა იმ უტვინო მღვდელს, რომელიც ამბობს, რომ იერუსალიმში იყო ყველაფერი. იერუსალიმში კი არა, ეს ყველაფერი იყო აქ, საქართველოში. და საქართველო იყო დიდი. მათ შორის ჰერეთიც, რომელიც არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია. მოკლედ ერთი სიტყვით, ახლა მე გავალ და თქვენ რასაც არ მადებინებენ, უცბად დაასკრინშოტეთ ხოლმე. ან მოდით ბიბლიოთეკაში და ნახეთ რა უნდა აქ ჩახედოს, რა უნდა წიგნში ჩახედოს, დრო უნდა კი. ეს უნდა დრო უნდა და ნებისმიერ. გაგაცნოთ.